ლუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეუცვალა. მოსალოდნელი გადაწყვეტილება მოსამართლემ ისე გამოაცხადა, რომ დარბაზში ოპოზიციონერი ლიდერი არ იმყოფებოდა. ნიკა მელია პროცესიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მოსამართლეს წყალი შეასხა. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ასე გააპროტესტა ირაკლი შვანგირაძის რეჟიმთან ღია და დემონსტრაციული მოკავშირეობა. მოსამართლეს ერთი კითხვაც არ ჰქონდა ოპოზიციონერის გატაცების საქმეზე. არაპირებდა გადახდას ყველა მიცოდა შეეცვალათ მას 29 რატო ფიგურირებდა ეს არაფერი გაეპარა ტექნიკურად პროკურატურას მე მოიგონა რომ ვითომ არ იყო მე სანამ გადაგავიდოდა უკანონოდ გაიწაცეს კი არ დააკავეს ეხლა ამას მარცხაჯულება არ ქვია არც ერთ ენაზე მოსამართლე იჯდა მჭყიბავივით რაღაცებს ვარაუდობდა და კითხულობდა და მე კითხვაც არ გაჩენია მოსამართლეს გატაცებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ გაჩენია არც დაინტერესებულა ამით ის მაინც გამოიკვლია ადამიანი მართლა თავისუფლება ახმეტილი იყო ესეც არ გამოუკლები არც პროკურატურა. მოსამართლეს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნიკა მელიასთან მიმართებით პატიმრობის გამოყენების ირგვლივ არის უკანონო და ეს არის პირდაპირ უკანონო პატიმრობა. პროკურორმა მოითხოვა ნიკა მელიას მიმართ დაპატიმრება იმ მოტივით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მტკიცდებოდა, რომ იმ 30 დღის განმავლობაში და ეს 30 დღე გადიოდა გუშინ ღამის 12 საათამდე ნიკა მელიას ჰქონდა შესაძლებლობა გირაოს გადახდის და მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ჩვენ დავამტკიცეთ სასამართლო პროცესზე, რომ ნიკა მელიას აღნიშნული შესაძლებლობა არ ჰქონდა, განსაკუთრებით ბოლო რამოდენიმე საათის განმავლობაში, სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომ გადაეხადა გირაო. იგი იყო დაკავებული, გატაცებული და სურვილის არსებობის შემთხვევაშიც კი გირაოს გადახდის საუბრობ, მას აღნიშნული მოუსპო მასთან მიმართებით ჩატარებულმა უკანონო ოპერაციამ. ჩვენ კოალიციის სამევა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ მიიღეს ძალიან პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც ამ ბრძოლაში არის პრინციპში შეუცვლელი. ეს არის ციხისტე და რეჟიმთან არ თანამშრომლობა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნიკა მელიასთან დღევანდელი გადაწყვეტილება დაწყებული გუშინდელი მისი გატაცებით ერთ რამეზე მეტყველებს ამ შემთხვევაში, რომ კიდევ ერთხელ ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მოახდინეს რეჟიმის და სისტემის ილუსტრაცია, რომ დღეს სასამართლო არ არის, დღეს პოლიცია ემსახურება ბიზინა ივანიშვილს, კრიმპოლი ქვეყანაში აღარ არსებობს და ერთადერთი ამოცანაა, რომ მათ განსხვავებული აზრის მქონე, როგორც პოლიტიკოსები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ასევე მედიის წარმომადგენლები და მოქალაქეები დევნონ ამ ქვეყანაში. გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს, გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში იღებს მხოლოდ და მხოლოდ ბიზინა ივანიშვილი. შესაბამისად ნიკა მელიას გუშინდელი გატაცება იყო კიდევ ერთი აქტი წარმოუდგენელი თვითნებობისა იმ სპეცოპერაციით, როგორიცაც მოხდა მისი შეპყრობა, მაშინ როდესაც არავის არ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას ენახა ვიდეოზე აღბეჭდილი ეს ფაქტი, თუმცა არაფერი არ იმალება. ისინი ვერ ჩაახშობენ პროტესტს ცეცხლზე ნავთის დასხმით. ცეცხლზე ნავთის დასხმით ცეცხლი მხოლოდ იზრდება და საზოგადოებას ექნება შესაბამისი ადეკვატური პასუხი.